მოგესალმებით, ვიმყოფები კლინიკა მედიში, დაახლოებით ვარ ჩემს სტომატოლოგთან გეგმიურ ვიზიტზე. თქვენ წამოყვებით. კლინიკა მედიში გუნდობ დაახლოებით 4 წელია. მიზეზი რის გამოც ეს განმავლობაში ძალიან მარტივია. იმიტომ რომ აკეთება აბსოლუტურად ყველაფერი. მნიშვნელობა არ აქვს პირისპირ რავატოლოგიას დაწყებული კბილები და დამთავრებული წელები ყველაფერზე მიიღებ სუპერთანამედროვე მსახურებას. გარდა ამისა, ყოველთვის თბილი გარემო, კომფორტული ურთიერთობები, ეს არის მიზეზი, რის გამოც ყოველთვის გზიამოვნებს საქმოსო და დღეს მინდა გავესაუბრო ჩემს კუნალ ექიმს და ასევე სტომატოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელს ქალბატონ ნატა ხარატაშვილს. ასე რომ ერთად შევხვდით. მოგესალმებით. სულ მეკითხებიან ხოლმე საკუნალ კბილებზე, იმიტომ როგორც კიბის გავაღებ ხოლმე, ყველა ჩემგენი ხედება ხოლმე და მე ვეუბნები რომ ეს არის კლინიკა მედი, მაგრამ მე ვსვისო თქვენს აუხსნათ, რატო ღირს აქ მოსვლა, რა არის აქ კომფორტული გარემო, რა არის აქ თანამედროვე ტექნოლოგია, რატო სულ პაციენტი აქ მოდის. კლინიკა მედი არის ის კლინიკა, რომელშიც თქვენ ერთ სივრცეში შეგიძლიათ მიიღოთ სტომატოლოგიური მომსახურების სრული სპექტრი, ასევე მომსახურება კოსმეტოლოგიაში, პლასტიკურ ქირურგიაში, მოკლედ მრავალპროფილური. კლინიკა მედი გამოირჩევა თავისი აპარატურული აღჭურვილობით და უახლესი ტექნოლოგიებით. გამოირჩევა თავის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე სტაფით და ექიმებით, რომლებსაც 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ასე რომ ნამდვილად საიმედო ხელში მოხდებით. ძალიან მოკლედ სწრაფად ყველა პრობლემას. ნამდვილად ჩვენ გვაქვს ჩვენი სატექნიკო ლაბორატორია, ანუ ყველა სამუშაო, ორთოპედიული, ორთოდონტიული ყველა კეთდება ამ ჭერში. სარგებლობთ მხოლოდ ციფრული ტექნოლოგიებით. ციფრული ტექნოლოგია ეს არის ულტრათანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც გვაძლევს საშუალებას უმოკლეს ვადებში ძალიან ზუსტი და მაღალესთეტიური, ბევრი წვალების გარეშე და თანაც ძალიან ესთეტიური და კარგი კონსტრუქცია შემოგთავაზოთ. ასევე ბრეკეტებით მკურნალობა, ანუ ორთოდონტიული მკურნალობა, გრძილების მკურნალობა, პარადონტოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია და რა თქმა უნდა ქირურგია და იმპლანტაცია, ანუ ყველა მიმართულება. აბსოლუტურად. ჩვენ ახლა გვხვდებით ლაბორატორიაში რა. თქვენ ახლა ხედავთ ძალიან კადრებს, სადაც მოდი თვითონ სტომატოლოგი გაგვესაუბროს, რა ხდება, როგორ მზადდება ახალი კბილი. ეხლა მიმდინარეობს კბილის ციფრული მოდელირება. კომპიუტერში ტექნიკი ამოდელირებს ციფრულად კბილის ანატომიას. შემდეგ ეს კომპიუტერი არის დაკავშირებული სპეციალურ ჩარხთან და ხდება სულ რაღაც 12 წუთში კბილის გვირგვინის გამოჭრა და გამზადება. მასალა რომელსაც გამოვიყენებთ არის აბსოლუტურად მაღალესთეტიური, უმეტალო, ძალიან ზუსტად იჭრება ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით, ძალიან ზუსტი კონსტრუქცია გამოდის, მაღალესთეტიური, არ იცვლის ფორმას და ფერს დროთა განმავლობაში და მოკლედ ძალიან კარგი ტექნოლოგია, ძალიან ფართედ გამოვიყენებთ ამ ტექნოლოგიას. მე რაც გამკეთებია თქვენთან ხო, ან პრაქტიკულად ზუსტად იდენტური იყო ჩემი წინა კბილისა, ანუ ვერც კი ვიგრძელი განსხვავება თუ რამე აბსოლუტურად. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის, მაგრამ მოგეთ რომ შეგიჯამოთ, თერაპია, ქირურგია, ორთოდონტია, ორთოპედია, არ აქვს მნიშვნელობა თუ რამე გაწყვეტ კბილების მხრივ და არა მარტო კბილების მხრივ, ყველაფერი ამ სივრცეში ხდება. მადლობა რომ მიყურეთ.